არის ესეთი რეალობა დადგა გამოვიდა სამყაროში რამოდენიმე მტაცებელი ხა ეგას ვთქვათ ეს არ არის ის პერიოდი როდესაც მხოლოდ ერთი მტაცებლის მაგივრად სამყაროში უკვე რამოდენიმე მტაცებელია ეს რამოდენიმე მტაცებელი ერთმანეთში საქმებს არკვევს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ფორმებით ზოგ შემთხვევაში პროქსიომით უკრაინაში ზოგ შემთხვევაში რა ვიცი არა მარტო პროქსიომით არამედ პირდაპირ ისრაელ-პალესტინაზეა საუბარი და კიდე არ ვიცი ტაივანში რა მოხდება ხო და აი ამ პერიოდში როდესაც შენ საზოგადოებას აგუებ ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და ეუბნები ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მოდი ჩვენ რეალობას დაუბრუნდეთ და ამ ქვეყანას გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ თუ არ გადავდგავთ სწორ ნაბიჯებს ანუ სწორი ნაბიჯი არის ამ შემთხვევაში ის რომ ავიცილებთ აი ამ კონფლიქტებს აი ამ დაპირისპირებებს თუ ვერ ავიცილებთ ამას ხო როდესაც მეორე მხარე საუბრობდა იმაზე რაღაც სირცხვილზე რაღაცა ეს პათეტიკური მილიტარისტული დღესდღეობები რო ქონდა ხო ლომჯარია რატომ უნდა ისაუბროს რაღაცა სირცხვილ ეროვნულ სირცხვილზე და რაღაცა რომ მას ურჩევნია ბომბები ვიდრე ესეთ მდგომარეობაში ყოფნა რატომ უნდა ისაუბრო ან მისი შვილი ან მისი ძმა ჯარში მსახურობს ვინ მსახურობს მისი რომ რაღაცა მაგასთან შეხება ქონდეს ხო ძალიან მარტივი რაღაცა მომენტია რომ აი ეს რეალობასთან დაბრუნება კი შეიძლება თუ რაღაცნაირად წინს რომ მცირე ზომის სახელმწიფო ვართ ჩვენი ადგილი არ არის იმ ზომის სახელმწიფოებში რომლებიც ახლა სოფლიო ჰეგემონიისკენ რაღაცნაირად პრეტენზიას გამოთქვამენ ხო გასაგებია მაგრამ ჩვენ სწორედ ის რომ ჩვენი გეოგრაფია ჩვენი მდგომარეობა უნდა აღვიქვას ეს არის ჩვენი ერთადერთი სწორი სტრატეგია მე მინდა შეგახსენოთ რომ ზომას ამ შემთხვევაში არ აქვს ხშირად მნიშვნელობა ერთი ქალაქ სახელმწიფო იყო ესეთი ვენეცია რომელიც სწორი პოლიტიკით სწორი რაღაცა დამოკიდებულებებით მან შეძლო იმხელა რაღაცეების მოხდენა რაც არ მოუხდენია რა ვიცი მალზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებს ხო და ჩვენი თავის უნდა გამოწვრთნათ იმაში რომ ჩვენი მცირე ზომის მიუხედავად ჩვენ გვაქვს რაღაცა პოტენციალი რომლის რეალიზებაც შეგვიძლია და ეს პოტენციალი ამ შემთხვევაში არის ის რომ ჩვენ ხედავთ აი ამ შუა დერეფნის პროექტს ჩვენ ხედავთ აი ამ თანამშრომლობის სურვილებს და ბუფერების გაჩენის პრეცედენტებს ჩვენ ხედავთ იმას რომ უკრაინიზაცია არ არის ბედისწერა და უკრაინიზაციის ალტერნატივა არსებობს ამ ყველაფერს ხედავთ და ამ ყველაფერს ანუ ეს რატომ არის პრობლემური დღეს ბევრი ადამიანის იმიტომ რომ 10 წლების განმავლობაში ჩვენ რეალურად გვზრდიდნენ და გვაგუებდნენ რომ ჩვენ უნდა გვეომა რუსეთთან ხო ეს იყო ძირითადად ამ დაფინანსებების და ამ რაღაცა იდეოლოგიური აპარატის მიზანი რასაც ჩვენ ახლა ლიბერალებს უწოდებთ ხო ეს იყო მათი მიზანი ხო და უცბად აი წარმოვიდგინოთ მთელი 10 წელი განათლების სისტემაში ამდენი ფული ჩაიდო ყველგან აი NGO იქნებოდა ჟურნალისტთა გარკვეული კლასი იქნებოდა თუ რა ყველგან ამდენი თანხები ჩაიდო ხო და წლები გავიდა აღზარდეს გაზარდეს დაბანეს ბინები მიცეს რა ყველაფერი მიცეს სერტიფიკატები მიცეს მედლები მიცეს და ამ დროს ახო პრემიები ორდენები რავი ყველაფერი მიცეს სახაროვის ისინი და უცბად აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი რა თურმე ყოფილა გოლიათი რომელიც თიხის ფეხებზე გარა და უცბად ჩამოიშალა ეს ყველაფერი